მათნეს 17 საათზე ამ დროისთვის განვითარებულ მოვლენებს ნინო ხელაძე გაგაცნობთ. რა საკითხებზე ისაუბრეს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გუშინ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან დახურულ კარს მიღმა. დეტალებს სტუდენტები დღეს ახმაურებენ. მათი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სამი ახალი პროგრამის პრეზენტაცია გამართა. ესენია სტუდენტებისთვის სოციალური სახლების მშენებლობა უცხოეთში, სტაჟირება და საჯარო სამსახურში მეოთხე კურსელების დასაქმება. სტუდენტთა ნაწილის გამარტებით შეხვედრის შესახებ არ იყვნენ ინფორმირებულნი ისინი კი, ვინც პრემიერის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს შეხვდნენ, ამბობენ, რომ ნინო კობახიძემ მათთვის საინტერესო შეკითხვებს არ უპასუხა. მათ შორის არც უნივერსიტეტის დარბევის ფაქტის გამოძიების შესახებ დასმულ კითხვას. ვინ იყო შეხვედრის ორგანიზატორი და რატომ იყო პროგრამების პრეზენტაცია დახურული, მთავარ გამოშვებაში გიამბობთ. შეხვედრის მიზანი ჩემი აზრით სტუდენტთა დიდი ნაწილის აზრით იყო წინასწარ გათვლილი პოლიტიკური პიარი, პარტიის პიარი, პრემიერის ინიციატივების საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის, სტუდენტებისთვის, ემსახურება მხოლოდ პიარს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პიარს. რაც შეეხება მოთხოვნებს, რომელიც ჩვენ სტუდენტებს ჰქონდა, ეს იყო ჰესების მშენებლობა აჭარაში, ასევე 2007 წლის უნივერსიტეტის დარბევის გამოძიება, ასევე სხვადასხვა საკითხები, რომელიც არის უფრო მეტად პრობლემატიკური რეგიონისთვის, მაგრამ პრემიერმა არ შეგვხვდა, გამოაგზავნა მის წარმომადგენელი, რომელმაც ვერანაირ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემდა, თვითონაც თქვა, რომ პოლიტიკური კითხვები არ დამისვათ. შეხვედრის შესახებ არანაირ ინფორმაციას თავიდან არ ვფლობდით, უბრალოდ წინა დღეს ვიცოდით, რომ საზღვაო აკადემიაში უნდა ყოფილიყო პრემიერის შეხვედრა. სადღაც 5 წუთით ადრე მოგვივიდა SMS-ი ტელეფონზე, რომ იყო შეხვედრა. შეხვედრა იყო გაცნობითი ხასიათის და მიიღო ასევე წარმოდგენილი სამი ძირითადი პროგრამა, რომელიც პრემიერის ესე ვთქვათ ინიციატივით ხორციელდება. პროგრამები იყო ძალიან კარგი და შერჩევის კრიტერიუმებიც ძალიან მოსაწონი იყო და მისადაგებული იყო სტუდენტებზე. გამომდინარე იქიდან, რომ წარმოადგენს სოციალურად დაუცველთა ფენას, ჰქონდა რა თქმა უნდა ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვები, თუმცა იმედები გამიცრუდა გამომდინარე იქიდან, რომ პრემიერი არ გვეახლა უნივერსიტეტში. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს პრეზენტაციები, რომლებიც ადმინისტრაციის მხრიდან იყო წარმოდგენილი, სრულიად შეესადაგებოდა სტუდენტთა ინტერესებს.